შენ ტრაკის ვიდეოზე დააკლიკე და ბუჩქებში აღმოჩნდი. რას ვაგეთებ და ჩემი ტრაკი შუა ჰაივეიზე გაფუჭდა და როარ შევიშალო დრო გამყავს დრონით ვერთოვი. ველოდები ევაკუატორსთან ვარ კონსტრაქშენ ზონაში, დიდი სივრცე არ არის რომ მანქანებმა წესიერად გაიარონ. უმრავლესობამ წესები არ იცის და მოდიან მარჯვენა ზოლში იმის მაგივრად რომ მიხვდნენ და მარცხენა ზოლში გადავიდნენ. მაგრამ ჩვენ შეძლებს და გვარად ვინარჩუნოთ პოზიტიურ განწყობას ევაკუატორის მოსვლამდე. წინ მაგველის ჯერ მეც არ ვიცი და ერთად გავარკვიოთ. წავედით. ტრაქზე ვინც არ ხართ არ გეცოდინებათ სავარაუდოდ. ანუ ემერჯენსი სიტუაციის შემთხვევაში უნდა გქონდეს 3 ცალი სამკუთხედი. რასაც გზაზე დადგავ. ეს სამივე დავდგი და ვიღაცა ტრაქერმა 3-დან 2 ცალი გაიტანა. და დარჩა მარტო 1 ცალი 3-დან დაფშვრა ტიპა. ნორმალურად სივრცეც არ არის 2 ტრაქი გვერდ რომ მიდის. ანუ მართლა ძალიან დიდი შანსია რომ გაგიტანონ რა. გზაზე ჩვეულებრივად მოვდიოდი. და აქედან დაახლოებით 2 მაილსში თუ 1 მაილსში პირველი ესენი ჩაქრა, მერე ეს მონიტორი ჩაქრა და დამიწერა engine malfunction თუ რაღაცა. და აი ამ დებილ დრაივერებზე როგორ ნერვები მეშლება, ანუ შეხედე ამ ზოლში მოდის. გადააჯვირა. აი კაცი. დაინახა გადავიდა. ანუ ჩვეულებრივად ნახე, ანუ ერთი ნაბიჯიც არ არის. ჩვეულებრივად მანდრო დადგე და ეხლა რაღაცას აკეთებ და გაგიტანს გაგჭყლიტავს. ავარიულები ანათებს, სამკუთხედი ერთი ცალი რაც შემორჩა დევს, ანუ ხო უნდა მიხვდე. მე შველა მოვიდა ეს tow truck. მანქანის ქვეშ არის შემძრალი ეს ტიპი და რავი drive shaft-ი მოხსნა. ახალ ვოლოს ვინ შემოგთავაზებთ მეგობრებო 1 2 3 და დედა გრევა. ძალიან ცუდად ვარ. რა შარია ვიკიდე, რა მინდოდა დაეგდე რა ფრეილაინერზე და იჯახჭახე რა შეთვის. არ ფუჭდება მაინც. მოვიდომე კომფორტი. ეხა გადმოვიყვანეთ აქ რო კონსტრაქშენ ზონაში არ ვდგარიყავი და მართლა ვიღაცას არ გავეტანე და ნუ უკვე ძალიან გვიანია, არაფერი არ არის ღია რომ მივიყვანოთ და იქ გააკეთონ. ხო და ტრაქ სტაბზე გავჩერდები და ავიწინებ და ხვალდილით ვნახოთ თუ დაიქოქა თავის მანქანა და ეშველა დაიქოქა თუ არა და მერე ან თავიდან გამოიძახებენ და უკვე სადღაც გადავიყვანთ, ან აქ მოვა ხელოსანი, რაღაცას ვიზავთ ერთი სიტყვით ჯერ აიქნება, მეც არ ვიცი რა. ტრაქს როცა ათოვინგებ drive shaft-ი უნდა ჩახსნა და ეხა გზაში მეუბნება რომ ჩვენ ამას უკან აღარ დავაყენეთ, პასუხისგებლები არ ვართ რამე რომ გაგწურესო და როგორც ჩანს ესეც ჩემიან, ვინც მოვა იმის საჩალიჩო იქნება ხვალდილით რა თუ არ დაიქოქა. აი ეს ბოლტები დაუჭირე. ამ რაღაცით მაქსიმალურად როგორ შემეძლო. ანუ ნახე, უბრალოდ რანაირი მისადგომია. ძლივს ვიჩალიჩე და არ ვიცი, რავი, რამდენად დაიკავეს და რა იქნება, არ ვიცი. ანუ აი აქ ვარ. თან ზემოდან ეს გეფარება. და აქ ვარ შემძვრალი დილიდან. Nah, bro, they better pay for this shit. This is not my job. ჩემი დაჭერილი ბოლტები როგორ ჩანს ხოდზეა, მაგრამ სადრა გამძვრება კაცმა არ იცის. ანუ აი ამ ამინდში ცვალე და ბიჯეკი ძირს ზემოდან მაწვიმ და აი რავი არ ვიცი. ხალხო, დააფიქრდით სანამ ტრაკერობას გადაწყვიტავთ. არც ისე იშვიათია მსგავსი პრობლემები, ასე რომ მარტო ეს დავჯექი და ფულები ვაკეთე არ არის. 24/7-ზე გარეთ ხარ მოძრაო, ყველაფერი ხდება აბსოლუტურად. Hey bro, so my truck got towed and they removed the drivetrain, so I had to put it back myself. So my company wants to check if I did it right or not. Probably did it right since you have the GoPro on, bro. Well, It's a GoPro, it's a DJI Osmo, okay? yeah, it's true. Where's your truck at, bro? Let's be It's right here. Let's take out. Okay. It broke down in the middle of the highway, so These new trucks, they fucking suck. dude, yeah. Did you see the TSB they're having? No. TSB, you know what's that? No, what it's is like it? a service bulletin. Okay. So it's like a recall, I guess you can say. So I seen on TikTok, on YouTube, their engine blocks are cracking. Wow, It's that's trash, crazy. bro. It's fucking horrible. That's crazy. This one or this one, brother? That one. This is all you use? Yes. It barely fits. That's why I'm not sure if it's tight enough or not. You gotta bring it in. Yeah? It's Okay. loose.
They're loose as shit. All of Okay. them. All right, drop the trailer, brother, in the backside. Right next to Come in. this one? You can, yeah, right Okay. next to that one. Okay. Do check-in, and then we'll bring you right in, all right, brother? Cool, sounds good. Thank you. Yep. არ არის კარგად დამაგრებულიო. სხვას არც არაფერს არ მოველოდი, რო არ მოგატყუოთ. საერთოდ რო არის დამაგრებული, ეგეც მიყვარს. Okay. დავამაგრე. აქ აქვს ჰენდლი, ეს უნდა გამოწიო რომ გაიხსნას. გაუმარჯოს. წეგან ფიქრობდი მეთქი ანუ ძალიან გავს ქართულს რა ქვია? ბექა სასიამოვნო. აი კუჩი ვებო გამიხარდა წარმატებები. კი ბატონო ესე მოძრაობ ხოლმე ამ გზაზე ხშირად ხო მე 80-ით დავდივარ ხშირად. დროებით ჩამოვედი კომპანიის პარკინგზე, მანქანის მდგომარეობას და სისუფთავეს არ ვიმჩნევთ ვინჩილდის გზაში დაურეკე მენეჯერს და ხვალდილი წაიყვანა შესამოსვლელად და გასაკეთებლად. წავალე ხასახში 1-2 დღე დავისვენებ, ძალიან დაღლილი ვარ და ამასობაში წესენი მოაგვარებენ ყველაფერს რა. თან მითხრეს რომ გასცენილ დღეებს აანაზღაურებენ. მანქანა გააკეთეს 2 დღე სახლში ვიყავი, დავისვენე, აზერზე მოვედი, ეხა ისევ შეუდგები მუშაობას. ფიქავზე მივყენები 5 წუთში. აი ამ რესტორნებს თუ ხედავთ, ამის უკანა უბანი არის, სადაც ვცხოვრობ. ეს ახლოს არასდროს არ ამიღია სახლი და აი 5 წუთში ვარ ზუსტ. You can sign in right here for me, please. Okay. You check on there. I'll be right back. I want to see that other truck can move up a little bit, so that way you can back up off to the side for now, and then we'll let you know when you're ready to back in. I gotta back in like on this side or on that side, or you guys don't know It's yet? gonna be on this side. I just don't know what door yet. Okay. Okay, because that product, they gotta get ready for you. It's not ready yet. Okay. All right. სადაც სუდი დასაპარკინგებელია, ეს მანქანა აქ რო გიშლის ძნელია რა და თან ქალიზის რა. ჩვენ ორი ვეხმარებით, რომ სხვა ტრაილერს ან მანქანას არ დაეჯახოს. იოაკ ძალიან პატარა ადგილი რო ან გვერდზე მანქანა რო აყენია, ყოველთვის ტრაქერები გეხმარებიან, რომ რაღაცას არ გამოვედო რა, გითან აგრძნობენ. ხლდები დატვირთვას ჯერ კიდე აქ გავარ.
ხაჭაპური მომატანინე, აქ ახლოს არის ქართული რესტორანი და ესეთი იმერული ხაჭაპური. აქეთ ნაბეღლავი, კიტრი პომიდრის სალათა ვჭამე ნიქვზით. აქეთ ვიდეო ედიტდება და living my best life. ეხლა მივიდივარ პენსილვანიიდან ინდიანაში, დავადელივერებ. Delivers სავარაუდოდ გადავიღებ, მე მივიდივარ იქიდან pick-up-ზე, იმასაც გადავიღებ და ერთის თხით ავებერე. წეღან ველაპარაკებოდი ჩემ მეგობარს და თემა ჩამოვარდა ფულის შეგროვებასთან დაკავშირებით ვლაპარაკობდით, რა და ერთი ძალიან კარგი რჩევა მაქვს. პირადად მე ერთ ანგარიშზე თანხას რო ვხედავდი, არ მიჩერდებოდა უაზროდ. შეხვალ ყავას იყიდი Amazon-იდან ან ნებისმიერი საიტიდან შეიძლება გაუაზრებლად რაღაცა გამოიწერო ისეთი რაც რეალურად საერთოდ არ გჭირდება. იქ $5 გადაიხდი, იქ $20 გადაიხდი. საერთოდ ჯამში უკვე კვირის და თვის ბოლოს საკმაოდ დიდი თანხა გამოდის, რომ დახარჯე უაზრობებში რა. ხოდა მივაგენი გამოსავალს ცალკე სხვა ბანკში, გავხსენი ცალკე ანგარიში და ხელფასიდან გააჩნია როგორ მჭირდება და რაში მჭირდება რა. დაახლოებით 20-30% ხელფასის ავტომატურად გადამაგ იმ ანგარიშზე. მაგრამ ანუ რეალურად თემა ის არის, რომ უნდა დაივიწყოთ ამ ანგარიშის არსებობა, არ უნდა შეამოწორო აი რამდენია შემიგროვდა. უბრალოდ უნდა ჩათვალო, რომ ეს თანხა არ არსებობს. რაც ეგ ვქენი, მაგის მერე დავიწყე თანხის შეგროვება და გამართლებულია ერთი სიტყვით თქვენს გირჩევთ. Can I get a spicy Italian, please? Can you do just like one layer of everything? Yeah. Yeah. So it usually comes with 10 slices of each. So you just want 5 then? Okay. Do you want any cheese on it? Yes. Can I get a provolone cheese, please? Provolone? Yeah. Are we getting anything else? No, that's all. Oh, right. It's gonna be $10.39. You need a receipt? I'm good. Thank you. Alright, have a great day. You too. ავიღეთ Subway's foot long Diet Coke, 2 ცალი პროტეინ ბარი. ნამდვილი ტრაქერის დიეტა. დილამშვიდობის გუშინ აღარ გავჩერებულ ვარ, ბოლომდე ჩამოვედი, აქვე ახლოს ტრაკსტაპზე დავიცინე და ეხლა მივყენდები Deliveroo-ზე გავარკვევ, სად უნდა დავაპარკინგო, მანქანა შევალ ოფისში და ველოდები რომ ჩამოვტვირთო. How you doing? I have a delivery. Delivery? Yeah, is it $30.94? Yeah, let's try. Okay. Yep. Okay, what is it? Is it big rolls? Yeah. Okay. All right, go ahead and pull for 6. Okay. We'll let them know. მორჩნენ დაცლას, ფურცელი მომცეს, ამას გადაუღებ, სურათს გადაუგზავნი დისპეჩერსო. პრუფი გვაქვს Deliveroo-ის, კარებებს დავკეტავ და გავაგრძელებ გზას pick-up-ისკენ. სულ ახალი ტრაილერი მომცეს, მე მგონი წეღავ თქვი, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ასარეცხია ტრაკიც და ტრაილერის და რეცხო მინდა უბრალოდ წინაზე ძალიან ცუდად დაემთხვა. რომ გავრეცხე, მაგის მერე აურია ელექტროობა მანქანაზე და გაფუჭდა და არ ვიცი, ამის ბრალია, სხვა რაღაცის ბრალია. ეხა ეს რატო დამიტოვეთ? აქ არ მჭირდება არაფერში.
ტრაილერი არ დაუზიანებიათ. წყობრშია ყველაფერი. დავიდით. მალე. არ შევასო. მალე მივალთ პიკაპზე, მალე დავიტვირთებით, მალე წავალთ. მეტი დრო მექნება. წყლის გადასავლებლად. მერე რო ჩავალ დასაძინებლად. ვიქნები ხოთზე. So. აქ შუაში უნდა დავპარკინდე. წავედი მეგობრებო, აღარ მოგაწყენთ თავს. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ. თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ვიდეო, დააკომენტაროთ და გამოიწეროთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და ახალი ვიდეოებით დაგიბრუნდებით დროებით.